401 წელი. Ზუსტად 401 წელი გვაშორებს იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა დღევანდელ დღეს. განსხვავებით მარტყოფის ბრძოლისგან, სადაც ჩვენ მეფეები არ ყავდა და დიდწილად სააკაძისა თუ დიდი ფეოდალების სამხედრო გამჭრიახობისა და გუნდურობის იმედად ვიყავით, სადაც დაუჯერეს სააკაძეს და მტერი, რომელიც ჩვენს დასახოცას მომდიოდა ფაქტიურად სასიკვდილო ალყაში და ხაფანგში თვითონ მოექცა. მარაბდის ბრძოლა წინასწარ იყო განწირული. წინა საომარი საბჭო, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, რა სტრატეგიით იბრძოლებდა ჩვენი ჯარი, ფაქტიურად ჩავარდა. სააკაძის გეგმა, რომლითაც ის ამბობდა, ჩვენი ჯარით პირდაპირ იერიშს რომს მივიტანდეთ, ვერ გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები, როგორც სპარსელები არიანო. უგულვებელყოს, რადგან ზოგი გაგულისებული იყო წინა ბრძოლით და მეფესაც უნდოდა ტრიუმფი. სხვათა შორის ეს მეფე თეიმურაზ პირველი მარტყოფის ბრძოლის შემდეგ სააკაძემ თვითონ დააბრუნა ქართლსა და კახეთის მეფედ. მოკლედ, სააკაძე ჩამოაშორეს სამხედრო საბჭოს და მიიღეს თეიმურაზის გენერალური გეგმა. ანუ იქნება ომი პირისპირ. ფრონტალური. ერთ მხარეს 20,000-მდე ქართველი, ეს არის ძირითადად დიდწილად ფეოდალური ლაშქარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გლეხები იყვნენ და ფიცლებით და თოხებით იბრძოდნენ. ეს იყო არმია, რომელიც არ იყო რეგულარულად გაწვრთნილი და დიდწილად იყო დამოკიდებული პირად შესაძლებლობებზე. ინდივიდუალისტების არმია იყო მოკლედ. მასში შედიოდნენ ბატონების პირადი გვარდიები, მეფის ამალა, სხვადასხვა დაჯგუფება, თავისუფალი ხელოსნებიც, რომლებიც ძირითადად მეთოფეები იყვნენ ხოლმე. მეორე მხარეს კი დგას სანგრებში. მათ სანგრებიც გათხარეს თოფიჩები, რომლებიც ძირითადად ქვეითები იყვნენ. ესენი იყვნენ მეთოფეები. ქვეითები, შუბოსნები, რომლებიც ასევე ხმალსაც კარგად ხმარობდნენ. მათ უკან ზამბულაკები. ზამბულაკი არის მსხვილკალიბრიანი თოფსე მსხვილი იყო, აქლემს ამაგრებდნენ ხოლმე და სადაც უნდათ ამ აქლემს გადაარბენინებდნენ, ჩააჩოქებდნენ და სროლას იქიდან იწყებდნენ. მოკლედ, მობილური მსუბუქი არტილერია იყო. ხოლო ზამბულაკების უკან იდგა ზარბაზნები. აი ჩვენგან განსხვავებით, მათ ზარბაზნები ჰქონდათ ბრძოლის ველზე. ჩვენ ძირითადად ციხეების ასაცავად გვეყენა, მათ კი გადაადგილებადი, ასე ვთქვათ, ბუქსირებადი არტილერია ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, ვის წინააღმდეგ ვდგავართ ჩვენ, 20,000 ქართველი. ჩვენ კი ვართ ასე. ძირითადად ტრადიციულად, როგორც ვიცოდით ხოლმე, ძლიერი მხედრობა, რომელიც მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დგომი, დაეშვებოდა როგორც ნიაღვარი და გადათელავდა ხოლმე მტერს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ამართლებდა. მეწინააღმდეგეობა ქართლიდან როგორც ციციშვილს, კახეთიდან ასევე ჩოლოყაშვილს ჩაბარდა. შევარდნენ გიჟები. დაეშნენ მთიდან ჩვენი კავალერია. შევარდნენ და შეანგრიეს. ზოგმა მარადისობა, ზოგმა ტრის ჯავშანი. გადათელეს იმის მიუხედავად, თოფიჩები და ზამბულაკებიც სერიოზულად ამუშავებდნენ ჩვენს პოზიციებს. გადაუარეს ერთიანად და მიაღწიეს ცენტრალურ ბანაკამდე. აიშალა სპარსული არმია, გაიშალა სპარსული არმია და ქართველები მიეცნენ მათ რბევას. შემდეგ უკვე ძარცვას, შემდეგ უკვე მოხვეჭას. ამას მიყვნენ უკან დანარჩენი რეზერვები და მთელ ბრძოლის ველზე ქართველები დარბიან და ფაქტიურად ნადავს ინაწილებენ. და ამ დროს ბრძოლაში ერთვება ღულამთა, ასე ვთქვათ, კორპუსი. ასევე ორი დასვენებული რეზერვი, რომლებიც ალყაში აქცევენ ქართულ არმიას. ალყაში გვაქცევენ. ამას თითქმის ვერავინ ამჩნევს, გარდა სააკაძისა, რომელიც ბრძოლაში ფაქტიურად არ მონაწილეობდა. ის ბრძოლის ველზე გადის თავისი მეომრებით. გადის და ცდილობს, რომ ტაქტიკურ ალყაში არ მოექცნენ ქართველები. ქართველები ალყაში არიან. დიდი ან პატარიანად მეგულისხმობ დიდ ფეოდალებსა და გლეხობას. ასევე სასულიერო პირებიც, დაახლოებით 300-მდე სასულიერო პირი დავკარგეთ იმ დღეს.
მროველი ეპისკოპოსი, ნინო წმინდელი, ხარჭაშნელი ეპისკოპოსი ბრძოლის ველზე ხმლით ხელში დაეცნენ. 300-მდე დერმონაზონი, ხდელი. არავინ დაიხია უკან. როცა ქართველები მიხვდნენ, რომ ალყაში არიან და გზა ასად არსაით მიდის, მათ ძალიან ძვირად დააფასეს თავისი ცოცხლე. შეაგდნენ, მაგრამ თავი უბრალოდ არ მოაკვლევინეს. წარმოიდგინე, ეპისკოპოსი, რომელიც მრევლს მშვიდობას და სიყვარულს ქადაგებს. ხმლით ხელში და აბჯრით ტანზე იბრძვის და კაფავს მტერს. ასეა ზუსტად. ასეა. წყემსი კეთილი, როგორც ფარას უვლის, ასევე უფრთხილდება კიდეც. გელი უნდა მოკლა, რომ მან შენს ფარას არ მიაყენოს ზიანი. ასე იქცეოდნენ. გლეხობა, თავადაზნაურობა, ცხრაძმა ხერხეულიძე. როგორც აღნიშნე, სასულიერო პირები, დიდი თავადები, უკან არავინ დაიხია. ძალიან ძვირად დაუფასეს მტერს თავისი სიცოცხლე. 1-10-ზე იყო მაშინ ზუსტად ბრძოლა და არავინ დაიხია უკან. ეს იყო სისხლის მდინარე, რომელშიც მტერი უნდა ჩახჩობილიყო. სისხლის მდინარე, რომელსაც უნდა აეტალახებინა კრისთვის გზა ისე, რომ სავალი აღარ ქონოდა. და ასეც იყო, ისეთი მძიმე იყო ეს ბრძოლა მარცხის მიუხედავად და მათთვის გამარჯვების მიუხედავად, რომ სპარსელებმა წინ აღარ გააგრძელეს გზა და გაბრუნდნენ ფაქტიურად. გადავრჩით, თუმცა დავმარცხდით. მარცხი არ არის საბოლოო ვერდიქტი და წერტილი. მარცხი კიდევ ერთი შანსია, რომ უფრო კარგად მოემზადო. ხოლო ომი არ არის დასასრული, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ეს არის ბრძოლა დასაბამიდან დასასრულამდე, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ხო და ერთი ომი და ერთი ძირს დაგდება. ჩვენ ვერ გაგვტეხავს. მარაბდის შემდეგ ჩვენ ძირს დაცემულები კვლავ წამოვდექით. კვლავ გავაგრძელეთ და გქონდა დიდებული გამარჯვებებიც. იმისთვის რომ გადარჩენილიყავით.